მოგესალმებით, ძვირფასო სვენელებო და მაყურებლებო, მეგობრებო. დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ პანდორა რევიზიონის ვიდეო, რომელიც ეხება ახალი მატრიცაში გადასვლას და აგრეთვე პანდორა მოგვიყვება წვრილი დონეზე მოხდარ ახალ ამბებს. მას დავიწყოთ. დღესო ჩვენ გვექნება მძიმე ეზოთერიკა. მე ხა მოგიყვებდო თქვენ იმის შესახებ თუ რა მოხდა დღესო 21 ივლისს. ხო, ეს დიდი ხანია მე ეს ვიდეო გადმოკაჩული მაქვს და უფრო ახალი ამბები იყო, საინტერესო ამბები და ახალი ამბები, ამიტომ გადავდი ამის გადათარგმნა, მაგრამ ესეც არა გვიანი. ახლა მე თქვენ აგიხსნითო, ვინც ხედავსო მათვისო, ძიმე ეზოთერიკას. ვინც ხედავსო წრუდონეს, ანუ ვინც არისო ამ ძიმე ეზოთერიკაში. იმათვის, ვინც შემდგომ ამას გაივლისო, რადგან ამას ყველა გავივლითო, ყველას თავისი დრო აქვსო, ამიტომ მე ამას ახლა ავხსნიო. რასაკვირველია, დაცვის ქვეშო. მე ვუგდავ ყველა ბნელ და ასტრალურ დაბალვიბრაციულ არსებებს ზემოქმედება იქონიოს ჩვენ სხეულებზე, ჩვენ სხეულებზე ველზე, ჩვენ სხეულებზე ჩვენელებზე და საერთოდ ჩვენზე რაღაცი გზით. ასე იქნება, ასე არის, ასე იყო. ამას ვამაგრებ ვადასტურებ. და მაგალითი მოყავს კუბიკებ რუბიკებზე. ხო, მე ახლა კუბიკ რუბიკი არა მაქვს. და ვიდეოსაც ვერ დავაყენებ, იმიტომ რომ ამ ტელეფონიდან თარგმნე და დავხატე მეახლოებით. დავხატე კუბიკი რუბიკი, რომ წარმოდგენა გქონდეთ. კუბიკი რუბიკი რა, ალბათ ყველა მიცით, ბავშვმაც და დიდმაც, ხო? და რატო კუბიკ რუბიკი, ამასაც აგიხსნით. ხო, კუბიკ რუბიკი არსებობს სხვადასხვანაირი, არსებობს 3-იანი, 4-იანი. ხო? არის თუმცა ახლა ნანობ 4-4 რო გავყევი, უკეთესი იქნებოდა 3-3 დამეტოვებინა. კარგი. აგერ ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ, წავშალე ის და თავიდან დავხატე კუბიკ რუბიკი, უკვე 3-იანი. ხო, უფრო რომ გაგიადურდეთ იმის აღთქმა, რასაც პანდორა რევიზიონი ყვება. ჩვენ ვიყავითო 3 განზომილებიან მატრიცაში. ახლა უკეთ ჩანს. და 3 განზომილებიანი მატრიცა ამდაგორად გამოიყურებაო, როგორც კუბიკი რუბიკი. წრულ დონეზე, ოღონდ ფიზიკურ დონეზე კი არა, წრულ დონეზე. ხო, და 3 განზომილებიანი მატრიცა ჩამოგავსო დიდ შენობას, რომელიც კიდიაო ჰაერში და რომელიც ტრიალებსო სხვადასხვაგვარად, როგორც კუბიკი რუბიკი. და ამ სივრცეში, რომელიც გავს კუბიკ რუბიკს, დადიან სხვადასხვა განზომილებებში. როგორც ლიფტები. ლიფტი რომ მუშაობდეს, ახლა ამდაგვარი შენობა რო იყოს და ლიფტები რომ მუშაობდეს, ლიფტები დადიან ვერტიკალურად, ლიფტები დადის ჰორიზონტალურად ამ სივრცეში. მას აქვს მისნაირი იმ დონეზე გამოვლენილი ლიფტებივით. ლიფტები მართლა კი არ კიდია ფიზიკური დონეზე რომ არის, არა. უბრალოდ ლიფტებივით დადიან ზევით, ქვევით და მარცხნიდან მარჯვნივ.
და ამ მატრიცის წერტილებში სადაც ხდება გადასვლები სხვადასხვა სამგაზომილებიან სამყაროებში უბრალოდ აი ამ წერტილებში ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ხდება გადასვლები სხვადასხვა გაზომილებებში სამგაზომილებიან სამყაროებში და სულები გადაადგილდებიან ამდაგვარად ყველაფერში ამდაგვარად მოძრაობენ სივრცეში როგორც მოგითხარით ჰორიზონტალურად ვერტიკალურად და როდესაც სიხშირები იწევა სიხშირე ატების დროს მაგალითად სული მიდიოდა თავიზაზე და მოხდა უცებ ამ სიხშირების ძლიერი აწევა და არა მარტო სიხშირეებისა სადღაც ამ 21 ივნის უпростоრად და რამიდა კიდევ დავამატო არა მხოლოდ დადიან ამდაგვარად არამედ თვითონ სივრცე ამ შენობის სივრცე შენობა ტრიალებს კუბიკ რუბიკივით უკაცრავად ტრიალებს კუბიკ რუბიკივით ხომ იცით კუბიკ რუბიკს როგორ ატრიალებენ ემდაგვარად ტრიალებს ისე იგი ასე ატრიალებენ ასე მოძრაოდ კი არ დგას ეს შენობა არამედ კუბიკ რუბიკივით ნაწილები ტრიალებს ხან ასე ხან ისე შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო ტრიალებდნენ და ასე შემდეგ როგორც რუბიკს ატრიალებთ ხოლმე Вот. И ходят вот так вот по разным мерностям, ходят лифты. Вверх-вниз, вправо-влево. Разные пространства. На стыках этой матрицы, вот здесь внутри, идут переходы в разные трехмерные миры. И души перемещаются вот в этом всем фракталящемся, двигающемся вот так вот пространстве. При подъеме частот, который произошел, он постепенно шел, и произошел, в общем, сегодня очень мощный подъем частот, и не только частот. Мы где-то в июне 20-го перешли в 4-ю, она уже начала двигаться. ჩვენო 20 ივნის გადავედითო მეოთხე განზომილებაში მან უკვე დაიწყო მოძრაობა და გადავედითო ახალ მატრიცაში სადაც მე ყვებოდიო და გაჩვენებდითო რომ ეს არისო ძველი მატრიცა მე ხარ გიყვებოდითო თქვენ აი ეს არისო ძველი მატრიცა ეს კუბიკ რუბიკი ხო ამ კუბიკ რუბიკს გავს ძველი მატრიცა რომელიც მოძრაობს მაგრამ ახალი ნაგებობა ახალი შენობა სხვანაირია და ახალი მატრიცაო გავსო აი ამდაგვარ შენობას ეს მე რაც პანდორამ დახატა ის წარმოგიდგინეთ თქვენს და ეს შენობა ჩამოგავსო MGU-ს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს 5 წვეტიანივით 5 პატარა შენობები ხო აი ეს გვაჩვენა ჩვენ პანდორა ეს მე ხა მიახლოებით დავხატე ჩვენო გადავედითო აი ამდაგვარ კონსტრუქციაში ეს ხანდერი კუბიკ რუბიკია აი ამდაგვარ კონსტრუქციაში გადავედითო აგერ 5 ვარსკვლავებიანი 5 წვეტიანი ვარსკვლავი ჩანს კუბიკ რუბიკზე ხომ ხედავთ აი ამდაგვარ სტრუქტურაში გადავიდა ახალი მატრიცა მე კიდევ გაჩვენოთ მერე
და ჩვენ როგორ უნდა ავეწყოთო ამ ახალ ან ჩავეწყოთო ამ ახალ მატრიცაში. აგეო მაჩვენესო მე. წარმოიდგინეთ ახლა 5 უჯრედიანი კუბიკ რუბიკი. მე სამიანზე გაჩვენეთ მაგალითი და წარმოიდგინეთ ახლა 5-იანი კუბიკ რუბიკი, 5-იანი. მე სამიანი გადავაკეთე 5-იან კუბიკ რუბიკად. მიახლოებით. და მე მაჩვენესო რომ გამოდისო კაცობრიობა ეს არის აი მაგალითად 5 განზომილებიანი. მაგალითი კი არა მართლა. მაჩვენესო კაცობრიობა როგორც 5 განზომილებიანი სტრუქტურა. და ჩვენ როგორ უნდა ჩავეწყოთ ამ სტრუქტურაში, ხო? როგორ უნდა ჩავეწყოთ, შევეწყოთ, ჩავინერგოთ, ასე ვთქვათ. ეს ხდება აი სული თითქოს და შევიდა ახალ ბინაში. ახალ ბინაში თითო უჯრედში, აი ამ ყოველი უჯრედში შედის თითო სული თავის ახალ ბინაში. ამ ბინაში არის სხვადასხვა დონეები. არის ქვედა დონეები, არის მაღალი დონეები. ჩაკრების მიხედვით ვიღაცა ხედავს მას როგორც ქარხანას. ხო, ახალ მატრიცას ხედავს როგორც ქარხანას. მე ვხედავდიო როგორც ქარხანას. ჩემთავს ხედავდიო როგორც ქარხანას ამ მატრიცაში. ის არის უზარმაზარი ეს მატრიცა და თავისთვის მოძრაობს. ჩვენ ასე ვთქვათ ინტეგრირებთ ამ მატრიცაში ყველა კუთხეებში და კაცობრიობიდან ვისაც შეეძლო შევიდა ამ თავის ახალ ბინებში. სულები, ადამიანური სულები შევიდა ამ თავის ახალ ბინებში. მეო ჩავეწყეო, ესე იგი, შევედიო 5 განზომილებიან ბინაში. ანუ 5 განზომილებიან იაჩეკაში. ისა ბინაში ჩემთვის 5 განზომილებიან ბინაში. ეს არის სულთა მაგია. მე მაჩვენეთო რომ ეს არის სულთა მაგია. და ეს მაგია დაიწყება მაშინ, როდესაც მე დამეწყებაო სითხების გახსნა. შემდეგ მოგვიანებით ამაზე მოყვება სითხები წამოვიდაო, ხილვები მაქვსო. და ეს ხილვები მე ძალიან გამიძლიერდაო. და მე არა მხოლოდ პრაქტიკას ვწევი, არამედ მე ვარო როგორც სულიერი მასწავლებელი. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანებს ვეხმარებითო ალიონუშკასთან ერთად. და ჩვენ ჩავეწყოთ ამ სივრცეში. აი ეს ხო, აი ის იყო სამიანი ან 4-იანი კუბიკი, რომელშიც ჩვენ ჩავეწყოთ, ხო? და ის მოძრაობს. ის მოძრაობს. ეს არის 5 განზომილებიანი 5-იანი კუბიკი. ესეც მოძრაობს და ფრაქტალებად იშლება ყველა სიხშირების აწევის დროს. და ახლა კი ყველაფერი ჩაეწყო ამ 5 განზომილებიან მატრიცაში. ყველა ხალხი არა, ხალხის ნაწილი. არის კიდე ისეთი ხალხის ნაწილი, რომლებაც ჯერ ვერ დაიწიან წინწასულებს. ამიტომ მათი შესვლა ჯერ ამ 5 განზომილებიან მატრიცაში, უпростоრად ახალ განზომილებიან ახალ მატრიცაში, ჯერო ვერ ეწყობიანო, ვერ შედიანო რა ამ იაჩეკებში. იმიტომ რომ ძიმე სხეულები აქვენო ჯერ. ვინც შეესაბამებაო სიხშირეებით ახალ მატრიცას, ის უკვე ჩაეწყო
მან ნახა თავისი ბინა ამ ახალ მატრიცაში, ამ კუბიკი რუბიკის რომელიმე იაჩეკაში თავისი სიხშირის შესაბამისად, თავისი ვიბრაციის შესაბამისად. აგრეთვე მე მაჩვენეს ჩემი ბინა, მრავალგანზომილებიანი ბინა და მაჩვენეს ეს ბინა როგორც სასტუმრო. მე შევედიო ჩემ ბინაში, ეგრეთ წოდებულ ბინაში და კედლები იყო სარემონტო იყო და მე ვთქვიო რომ რემონტი უნდა გავაკეთო. და თითქოს ვეუბნებიო იმ არსებებს, ვინც ჩემ გარშემო არისო ამ დროს. როდესაც მე ბინაში შევედიო, რომ რემონტი უნდა გავაკეთო. და კურატორები, ვინც ჩემ გარშემო არსებები, ისინი კურატორები არიან და მე ვეუბნებიო მათ, მოდითო ახლა აქედან ყველა განვასახლოთო. ვინც აქ იყო ჩასახლებული, ყველა უნდა განვასახლოთო. ეს გამოდის, რომ იქ ჩემი რაღაც ბლოკები იყო, ჩემი საკუთარი ბლოკები. და ის მეუბნებაო, ერთ-ერთი არსება, ხო, უნდა გამოვასახლოთო ისინი, გამოვასახლოთო. მე ავედიო ზედა სართულებზე ნახიო, რომ იქ ვიღაც სტუდენტები ცხოვრობენო, მე უთხარიო მათ. ამათაც გამოვასახლებო. რემონტი უნდა დავიწყოთო კაპიტალური. გამოდის რემონტი ამ ახალი მატრიცის. ესე იგი ფიზიკური სხეული შეიცვლება. აქედან გამომდინარე სხეული გაახალგაზრდავდება. ამა პირდაპირ გაგებით კი არ ვთქვია პანდორას უნდა განვასახლოთო. უბრალოდ ის იქ ხედავს იმ ახალ მატრიცის წრილ დონეზე ხედავს. და მას უბრალოდ ხილვა ჰქონდა ეს. ხო და მე მიდოდა ყველასი გამოსახლება, რომ რემონტი დამეწყო, კარგი კაპიტალური რემონტი და ეს ამას ნიშნავსო, რომ ფიზიკური სხეულები შეიცვლებაო და ადამიანების სხეულები დაიწყებინო გაახალგაზრდავებას. ხო, სხვათა შორის ეს პირველი არ მესმის მე პანდორასგან. კიდე რომელიღაც ინსაიდერმა თქვა, რომ ჩვენი არა, ალიონამ თქვა, ალიონამ თქვა ერთ გადაცემაში, ოლგა ტანიდამ თქვა, ლეტალიამ თქვა, ხო, ახლა გამახსენდა. და კიდევ რაღაც პროცესები წავა. და მე თქვენო საქმის ყურში ჩაგაყენებთო ყველა პროცესებისა. შემდეგ ამ ხილვაში მე ჩავედიო დაბალ სართულებზე. დაბალ სართულებზე იყო ოთახები, ციხეების მაგვარი. და რაღაც იყო შეკო ჩაკეტილი. იყვდენო რომელიღაც არსებები ზანგური ყვითელი თვალებით. ზანგების მაგვარი არსებები იყო? არა, იყვნენ არსებები ზანგური ყვითელი თვალებით. ზანგებს ხომ იცით აფრიკელებს უფრო სწორად, როგორი თვალები აქვს თითქოს და თეთრის მაგივრად თვალები ყვითელია, იმ თეთრი ფერის სკლერის მაგივრად. მთავარია, რომ კარები ღია, წადი და ხო, კარები ღია იყო და მე მათ უთხარიო გამოდითო და წადითო, რას ზიხართო აკა. და ისინი გამოვყარიო იქედან, ყველას ყვრიდიო. ისინი იფანტებოდა სხვადასხვა მხარეს. და მე მითხრენო არსებს რატო ვამბობ? არსება არის, ვისაც ფიზიკური სხეული აქვს, ვინც სულიერ სხეულშია, იმათ უწოდებენ არსებს. მე დავარქე, იმიტომ რომ სულად სუწი. იმიტომ რომ მათ ჩვენარი ფიზიკური სხეული არ აქვს, ფიზიკური გარსი. და ვისაც ფიზიკური გარსი აქვს და მათ უწოდებენ სუშეство და სუჭ სხვადასხვა მნიშვნელობისაა. როგორც გითხარით, სუშეство არის ისინი, ვისაც ფიზიკური სხეული აქვს ჩვენარი ავატარი და სუჭ არის ისეთი არსება, რომელსაც ჩვენისთანა ფიზიკური ავატარი არ აქვს. ხო. ისინი ყველა გაიყარა თავისით გამოფრინდეს და მალმარე გამოცვიდა ოთახებიდან
და გათავისუფლდა სივრცე ახალი პროცესებისთვის. მე მანახესო ჩემი 12 მონადა და მითხრესო რომ უნდა გავაგრძელებთო გზას. არა მხოლოდ ზევი და ქვევით და მარცხნ და მარჯვნივ ეს ლიფტები მოძრაობდნენო სივრცეში და სხვა სამყაროებში. იმავე ტიპის სამყაროებში და მე მაჩვენესო რომ ერთ-ერთი ჩემი მანადებისაგან მამაკაცის სქესის მოხდა სტიკერის ადგილას, ანუ აი ამ ადგილებში, სადაც მიდის ასე ვთქვათ, ახლა დამავიწყდა მაინც ის სიტყვა. გადაკვეთა. აი აქ ამას ქვია რუსულად სტიკ. და აი ამ ადგილში მისი ერთ-ერთი მონადა მამაკაცის სქესის გაქრა აი ამ ასეთ ადგილში, ასეთ წერტილში, სადაც კვეთე ხაზები ერთმანეთს, აი აქ. აი აქ. ამას ქვია სტიკ რუსულად. აი ესეთ ადგილას გაქრა. და მოხდა რობოტების სამყაროში, სადაც იყვნენ მხოლოდ რობოტები. იქ რობოტებმა მოაწყოს რევოლუცია ნეგატიური ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ. მაგრამ იქ მთელი პლანეტა იყო რობოტების. მხოლოდ რობოტები ცხოვრობდნენ. და იქ მოხდა რევოლუცია და მაგათმა გაიმარჯვეს. და იქ ჩემი მონადა, ერთ-ერთი მონადა ეს მამაკაცი, რომელიც იქ მოხდა, ვიღაც ქალიშვილ მდედრობის სქეს რობოტთან ერთად მონაწილეობდა ამ პროცესებში, რევოლუციაში. და მას ეს გამოცდილება გამოვიდა. შემდეგ ის დაბრუნდა იგივე წერტილიდან, საიდანაც მოხდა შემთხვევით იმ რობოტების სამყაროში, ისევე იმ წერტილიდან გამოვიდა, მე არ ვიცი ახლა რომელი წერტილიდან, მაგრამ საიდანაც მოხდა, იქ იმავე გზით უკან დაბრუნდა, იგივე მის ადგილას. მე გავაქცილიო ეს ჩემი მონადა, ეს მამაკაცი და გაიღო ლიფტი და ის შევიდა, დაუქნიეთ ერთმანეთს ხელიო და ის გაქრაო. ნუ ის წავიდაო, გააგრძელაო გზა იმისთვის, რომ შემდეგი გამოცდილება მიიღო. ეს ხდება უკვე 5 განზომილებიან სივრცეში, ახალ მატრიცაში. ასეთი მომენტები იყო. და ერთ-ერთი ჩემი 12-თაგანი მონადებისაგან მანადა ქალიშვილი წავიდა უფრო მაღალ განზომილებებში. ახლა მე მომიწია შეხლა ინტერნეტში, რადგან მინდა ახსნა რას ნიშნავს მანადა რუსულად. რა არის იცით, მე ვიცოდი ამ ტერმინის ბლავატსკაიას დროს მოვიძებნი ეს ტერმინი მე. ხო, იქ ხშირად ახსენებენ ამ ტერმინს. და ეგებ ბევრად თქვენგანაც არის ის და ამიტომ ახსნას წარმოგიდგენთ ახლა მონადა, ეს არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს საწყის განუყოფელ და დამოუკიდებელ სუბსტანციას. ხო. ეს ტერმინი გამოიყენება ფილოსოფიაში, პროგრამირებაში. და ფილოსოფიაში გამოიყენება ეს გაგება პიფაგორელების შეფარდებაში. თანამედროვე ფილოსოფიაში ეს ტერმინი შემოიტანა გოტფრიდმა ლეიბნიცმა. ხო, მას ჰქონდა ასეთი სწავლება მონადოლოგია. ის აღწერდა მონადებს როგორც სულიერ ცოცხალ, განუყოფელ და მარადიულ ჭყალებში აგურებს სამყაროს შესაქმნელად. და ყოველი მონადა არის უნიკალური და ირეკლავს თავში მთელ სამყაროს. მაგრამ ისინი არ ურთიერთ მოქმედებენ ერთმანეთთან პირდაპირ, მათი სამუშაო სინქრონიზირებულია წინასწარ დაგეგმილი ჰარმონიით. მაგრამ პროგრამირებაში მონადა ეს არის პატერნი, პროექტირების პატერნი და აბსტრაქტული ტიპი მონაცემებისა ფუნქციონალურ ენებში, როგორც Scala, Haskell, Rust, Java და რომელიც ეხმარება გამოანგარიშებს. უბრალოდ სიტყვებით პროგრამირებაში მონადა ეს არის კონტექსტი ან კოლოფი, რომელიც იღებს თავის მნიშვნელობას
უსაფრთხოდ ხვევს მას და აძლევს საშუალებას გამოიყენოს მის მიმართ ფუნქციები ჯაჭვის მიხედვით ამ კონტექსტის ფარგლებს მიღმა გაუცდელად. ფსიქოლოგიაში და ეზოტერიკაში. ფსიქოლოგიაში მონადების ფაზა ეს ნიშნავს ადამიანის ცხოვრების პერიოდს, როდესაც ის სრულად ავტონომია და იმყოფება სიმარტოვეში და მეცადინისა არის დაკავებული თვით შემეცნებით. და ეს ეტაპი სეპარაციის შემდეგ დაწყებული შობლებიდან და რომანტიკული ურთიერთობით დამთავრებული. ეზოტერიკაში მონადა გაიგება როგორც მაღალი მე, ღვთაებრივი ნაპრწკალი, განუყოფელი სულიერი ერთეული, რომელიც გარდაიქმნება მატერიალურ სამყაროებში. და ეს ქალიშვილი წავიდაო უფრო მაღალ სამყაროებში, იქ მიიღო გამოცდილება და შემდეგ დაბრუნდაო. და ასე ყოველი ჩვენი მონადა მიდიოდეს იქნება ლიფტების მიხედვით, ხან ზევით ადიოდეს იქნება, ხან ქვევით ჩადიოდეს იქნება, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. მაგრამ ეს თვითონ ეს სივრცე ტრიალებს. როგორც კუბიკი, ესეც ტრიალებს. იყოფა ფრაქტალებად და ასე შემდეგ. ამ ლიფტების მიხედვით პერიოდულად ყოველ კოლოფში ჩამონტაჟებულია ეს სივრცე. თითქოსა შენ შეხვალა დაისვენებ შენ სასტუმროში და შემდეგ გააგრძელებო მოგზაურობას სხვადასხვა სამყაროებში. და ეს არის სამყარო საჭი უგასი, კი ვიღაცამ კიდე თქვა კონტაქტორმა მეუსვენდი ვიდეოს, რომ ჩვენ შევედითო საჭი უგაში, საჭი უგა დასაწყისში. და ისინი ვინც მე ქვედა დონის სივრციდან გამოუშვიო, მან მითხრა რომ დემონები ახლა წავლიანო იმათი გასანადგურებლად, ვისაც არა აქვს სინდისი და ვინც არის ქურდი. თუ შენ ხარ ქუდი და შენ აზრს არ უსწორებ არავის, ანუ ყველა ფეხზე კიდია და ყველას ატყავებ, ყველას ძარცავ, როგორც მაიმუნი, რომელიც ყველას ყველაფერს ართმევს, სანამ თავში არ ჩაატყავენ რამეს და არ ჩერდებიან, და თუ იმ თავში ჩატყონ და შეაჩერებენ, ისე არ შეჩერდებიან. დემონები ახლა პირველ რიგში აი ამათვის ამ ადამიანებზე დაიწყებენ მონადირეობას. ჩვენ როგორც მე გითხარით, იმას ამბობს პანდორაც, ჩვენ გადავედით საჭი უგას საწყის სტადიაზე. და შემდეგ უკვე პროცესი მხოლოდ აჩქარდება და შეიკუმშვება. ისინი ვინც ამ პროცესში, ამ სივრცეში, ამ შევიწროებულ სივრცეში ვერ გადიან, ვერ გავლიან, მაგათ აიძულებენ რომ ისინი გაფართოვდნენ და შეძლონ შესვლა ამ სივრცეში. და ისინი ყველა გარდაიცვლებიან. ამიტომ თუ ისინი არ შეესაბამებიან დედამიწის ვიბრაციას, ისინი ყველა განსახელებიდან გავლიან, ანუ გარდაიცვლებიან. ესენი ჯერ კიდევ იქნებიან დაკიდებული 4 განზომილებიანი მატრიცის ბოლოებში. იქეთ-აქეთ იწვდოდნენ იქნება, მაგრამ 4 განზომილებიან ასე თქვა სივრცეში ისინი ვერ გადავლიან, არამედ შეცდებიან. ვინისთვის რომ ახალი სივრცეში ჩაეწყო, შენ უნდა დაიწყო მასში ცხოვრება და მოძრაობა და უნდა იცხოვრო მასზე, რომ მოხდე ადვილად ამ სივრცეში. უნდა გქონდეს ესე იგი სინდისიო. ეს შეიძლება მხოლოდ მაღალ მესთან გაერთიანებითო.
თუ სინდისი გაქვს, შენო გაერთიანდებიდო მაღალ მესტა. ყველა 12-ვე მონადასტა. ეს არის შენი გაცნობიერება, სრული გაცნობიერება. ეს არისო კონტროლი შენ გზნობებზე, შენ აზრებზე, შენ მოქმედებებზე. და თუ თქვენ გზნობთ, რომ თქვენ გაკანკალებთ და თუ თქვენ გამთქნარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი სიხშირე იმატებს. თუ თქვენ ინფორმაციისგან რაღაც უხერხულად გზნობთ თავს, ან ინფორმაცია თქვენზე ტრიგერობას ახდენს, ხო და თქვენ რაღაც ინფორმაციის გაგების შემდეგ შიში გივარდებათ, ესე იგი თქვენ კიდევ დასამუშავებელი გაქვთ თქვენი თავი. ის მაღალი წერტილები, რომელიც მე მანახესო, ეს არისო ყველა ეს გასაცვლელები. ესე იგი, ჩვენ ყველანი ვართ კუბიკი რუბიკები. ახლა 5 გაზომილებიანი კუბიკები რუბიკებზე გადავიდაო სივრცე, ანუ სივრცე, ახალი სივრცე, ჩამოგავსო 5-იან კუბიკ რუბიკს, რადგანაც 5 გაზომილებიანია. წავიდა და ავედით მაღალ სამყაროებში. მაგრამ შენ თუ დაბალ სამყაროებისკენ ჩადი, მაგრამ შენ ხარ 5 გაზომილებიან სამყაროში, შენ წახვალ. გადასვლა მოხდა. ახლა ისეთი პროცესები წავა. ხალხს ერთმანეთი არ ესმით. ხალხი ემოციონირებს. ისინი კაში ვარდებიან. ყველაფერი დაიკარგა, ჩვენ ყველანი დავიღუპებით ვამბობენ. პანიკური შეტევები ემართებათ. ახლა ატომურ ბომბს ააფეთქებენ და ყველაფერი დაიღუპება. კარგი, სხეული, ეს ჩვენი ავატარი დაიკარგება, მაგრამ მე ხომ სული ვარ და ჩემი სული სხვაგან წავაო, თუ მე დაუშვათ. ახლა რასაკვირველია, მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ ცივი გონებით უნდა მივიღოთ ჩვენი ახლობების სიკვდილი, ჩვენი ოჯახის სიკვდილი, მაგრამ როდესაც პანდორა ამბობს, მე თუ დავიღუპეო ჩემ ოჯახთან ერთად, ჩვენ იქ შეხვდებითო და ისევ გავაგრძელებოთ მოგზაურობას სამყაროებში. ჩვენი სული გააგრძელებსო მოგზაურობას ფიზიკის მიმართ არ გვიქნებაო მიბმა. ფიზიკას უკვე არ აქვს მისაბმელიო. ადრე თუ ადამიანი ან ქონებას მიეჯაჭებოდაო, ან მანქანას, ან ფულსო, ახლა ასეთი რაღაცები არ არსებობსო. ჩვენ არა ვართო მატერიალურ სამყაროზე მიბმული. ვერ ვიქნებითო მიბმული, იმიტომ რომ დრო შეიცვალაო. კარგია ახლა ფული თუ გაქვს, წახვალ და იყიდი რამე ტკბილეულს, რამე რაც შენ გინდა, ხო? რა კარგი სამყაროა, მაგრამ კი შენ ტკბები შენი სამყაროთი. და შენი მადლიერება იმ დონეზე ადის, რომ მიედინება როგორც მდინარე და შენი მადლიერების შესწრებას ვერ შეაჩერებ იმის გამო, რომ შენ ხარ მუდმივ ბედნიერებაში და იცი, რომ შემდეგ იქნება ყველაფერი ისე, როგორც შენთვისაც საჭირო კონკრეტულად, ხომ? პლანეტა უკვე გადავიდა. 38 წლამდე ვინც დარჩა, ვინ ჩამორჩა, ისინი გადავლიან. ვის შეძლებს გადასვლას გადავა, ზოგი გარდაიცვლება, ზოგი გადავა ისევ იმდაგვარ სამგაზომილებიან სამყაროში, თუ არ შეიცვალა და თავისი ვიბრაციები არ აიწია. ზოგი წავა 4 გაზომილებიან სამყაროში, რომ გამოცდილება კიდევ დაიმატოს. ეს არის მძიმე ეზოტერიკა ჩემო კარგებო. ჩვენ გადავედითო. ასე რომ მე მოგილოცავთ თქვენ ყველას.
კიო, ჩვენ გადავედითო, მაგრამ ყველანიო არაო. გადასვლა დაიწყო. მხოლოდ საწყისიაო გადასვლის. და ყველაზე საინტერესო მომენტები აწი დაიწყებაო. დაბნელების დერეფნები, რომლებიც მალე იქნება, დაიწყებაო. ამაზეც მოგიყვებითო. ყველა მიყვახართო, ყველას გეხვევითო ახალ შეხვედრამდეო. აი ესა მოკლე ვიდეო ჩემო კარგებო. მადლობა ყურადღებისთვის. ახალ შეხვედრამდე.